უცდება, მხოლოდ სტილი რჩება. ეს კოკო შანელის სიტყვებია. ისი პარიში ყველაზე სტილურმა ქალბატონებმა მოიღარეს თავი. უკვე მეორე წელია შანელის დღეს სწორედ ასე აღნიშნავენ. მისი პროდუქციის აქტიური მომხმარებლები ერთად იკრიბებიან. ყველა მიცის რომ კოკოს დაბადების დღე გახლავთ 19 რიცხვში, ანუ 19 აგვისტოს და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს გამოვიდა კიდევ ერთი სიახლე შანელის პარფიუმერული სახლიდან, ეს გახლავთ შანელი ნომერი 19-ის განახლებული ვერსია, powder ესე ქვია, რომელიც უკვე სტუმრებმა დააგემოვნეს, ანუ ყველას გაუკეთდა შანელის ლენტი, გაჟღენთილი ამ არომატით. ნომერი 19-ის წარდგენას დაემთხვა დღევანდელი საღამო, 19 პრიზი გათამაშდება და კიდევ იქნება ბევრი სიურპრიზი. ფრანგი ფეშენ დიზაინერის სახელი დღემდე ქალურობის, გლამურულობისა და სიმდიდრის ასოციაციას იწვევს. მისი სუნამოებისა თუ კოსმეტიკის დამფასებლები კი დახვეწილობაზე დებენ თავს და არც ცდებიან. Music Box-მა ისი პარიში პატარა გამოკითხვა ჩაატარა. რასთან ასოცირდება თქვენთვის შანელი? პასუხები ერთგვაროვანი იყო. ამაკი უფრო გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ კოკო შანელის სახელი უახლოესი 10 წლეულების განმავლობაში შეუცვლელი იქნება. ქალბატონებისათვის კი მისი მოდის სახლის ნაწარმი იდეალურთან მიახლოებული. ეს არის ალბათ დახვეწილი, საოცარი გემოვნება და ძალიან სინატიფე. შანელი სამთან კი რა 103-თან ასოცირდება. ეს არის დილით სახლიდან გასვლა და აუცილებელი სუნამო. ეს არის საღამოს სუნამო, რომელსაც ბრუნდები უკვე სამსახურიდან და მიდიხარ რაღაც ბიზნეს შეხვედრაზე და ეს არის აუცილებლად ღამის სურნელი, რომელშიც იძინებ. დახვეწილი, ელეგანტური, გამორჩეული. შანელი ყოველთვის დარჩება უცვლელ ატრიბუტად ქალის გარდერობში. გემოვნება, რა თქმა უნდა, ელეგანტურობა და სიმდიდრე. მე მიყვარს 19 ნომერი და 5 ნომერი. თუ გინდა შეუცვლელი იყო, მუდმივად უნდა იცვლებოდე. ესეც შანელია. ქალებს რომ სიახლეებისაკენ მოგვიწოდებს, მის საპატივცემულოდ გამართულ დღეზე შანელი ნომერი 19-ის დაგემოვნების საშუალება სტუმრებს ისი პარი მისცა. შემდეგ კი დამსწრეებს დიდი სიურპრიზი მოუმზადა. მოდის ქალღმერთის ამერიკული ვოიაჟისას შტატებში მას მხოლოდ მარლენ დიტრიხი დახვდა. სხვა ვინ თუ არა ქართველი მარლენი დაიმსახურებდა შანელის პროდუქციისაგან გაკეთებულ მაკიაჟს. ეკა კახიანის გარეგნობაზე მოწვეულმა ვიზაჟის სპეციალისტმა იზრუნა და შედეგიც გამაოგნებელი მიიღო. შანელი არის გლამური, რაღაცა ძვირფასი და ძალიან გემოვნებიანი, რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან კლასიკური მაკიაჟი, რომელიც ცხოვრებაში ახლა არ მგონია რომ ეს სადმე წავიდე, ეს ჩემთვის არის უფრო სპექტაკლში, აი დიტრიხში რომ თამაშობდი, მაშინ ესეთ კლასიკურ მაკიაჟს ვიკეთებდი და გავს პრინციპში. ისი პარიში სპეციალური გათამაშებაც ჩატარდა. 19 პრიზი ყველაზე გამორჩეულმა ქალბატონებმა მიიღეს. 19 კი იმიტომ, რომ კოკოს დაბადების დღე 19 აგვისტოს აქვს. იყო პერიოდი, როცა მარტო შანელის სუნამოს ხმარობდი. ეს იყო შანელი კრისტალი. შანელი ჩემთვის ასოცირდება ძალიან სრულყოფილ, დახვეწილ და მაღალი გემოვნების ქალბატონებთან. ქალურობა, ღირსეულობა და სისადავე. შანელი მიყვარს, თუმცა ამოჩენებული არ მაქვს. ცირე არის ალბათ მაინც პირველი და ერთადერთი სიტყვა ქალურობასთან და სილამაზესთან ალბათ რა. მოკლედ, იყავით მუდმივად ცვალებადები. ნურას დროს შეგეშინდებათ თქვენი აზრის ხმამაღლა გამოთქმის. ნუ მისცემთ თავისუფლებას გახდეთ მოდის მსხვერპლი. ამას დიდი კოკო შანელი მოგიწოდებ და ის მსგავს ექსპერიმენტებში თქვენი უცვლელი პარტნიორი იქნება.